მე ვფიქრობ კითხვებით ხომ არ დავიწყოთ. ბატონო, 19 აპრილს ნაციონალურ მოძრაობამ დაანონსა ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი და გამოაცხადა, რომ ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს, რომ როგორც პარტიებს, ესე არის სამთავროებებს. თქვენ როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აი ახალ ეროვნული მოძრაობის დაწყებას რამდენად პერსპექტიულად მიიჩნევ და აპირებ თუ არა შეერთებას ამ მოძრაობასთან, რამე თუ მოვთქვით. მე ვფიქრობ, ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობაზე ლაპარაკი არის უხერხული, ეს ამოცანა შესრულებულია და ეს ამოცანა შეიძლება იდგეს იმ ხალხის და იმ ქვეყნის წინაშე, რომელიც დაპყრობილია, ან კოლონიას წარმოადგენს და მადლობა ღმერთს ჩვენი ხალხის მართლა დიდი შემართების და თავგანწირვის წყალობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და თან მოვიპოვეთ ისეთი მართლმძიმე ბრძოლით, რომ მას დაკარგვა არ ემუქრება. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი, მე მგონი რომ სწორად ითქვა თვალწოდები დარჩიაშვილის მიერ, რომ ეს უფრო მეტაფორული თქმა იყო, ვიდრე ვთქვათ ახლა პრეტენზია იმაზე, რომ აი ნაციონალური მოძრაობა ახლა გადაიქცევა ეროვნულ მოძრაობად. ეროვნულ გამანთავისუფლებად გამორიცხულია. ახლა თუ თარგმნიან თავის სახელს თქვათ უცხოურიდან ქართულად ისევ ნაციონალური მოგეხსენებად ეროვნულს ნიშნავს, ეს სხვა საკითხია. მე მგონი რომ ამოცანა სხვა არის. ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა თუ თვლის, რომ მან ამ 9 წლის მანძილზე რაც მართავდა ქვეყანას, მართლაც სასიკეთო გააკეთა და დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა და ალბათ საკადრო განახლება ან სხვა რაღაცა სხვა მიმართულებებით უნდა იმოქმედოს. ეს მათი საქმე არის. მაგრამ თვითონ უნდა გითხრათ, გამოგიტყდეთ, რომ ამაზე ბევრი ფიქრობდა და ამაზე კონსულტაციებიც მიმდინარეობდა და ეხლა კიდევ უფრო გაცხოველდა იმის თაობაზე, რომ საჭიროება თავისთავად ეროვნული ფასეულობების დამცველი, ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური ძალის გაჩენის, ჩამოყალიბების, კონსოლიდირების ნამდვილად იგრძნობა და ძალიან აქტუალური ხდება და კიდევ უფრო აქტუალური გახდება რაც დრო გავა. ახლა დროც არა, მე ვფიქრობ, უკვე გაზაფხულზევე ჩვენც მონაწილეობთ ამ კონსულტაციებში, რაღაცა სახეს ეს ისეთ ორგანიზებულს მიიღებს. იმიტომ რომ ხო ორი ვერ დარჩება ასპარეზზე, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ჯერჯერობით მათ ხედავთ ჩვენ, მათი ურთიერთობა დაემსგავსა უმაყურებლო მოკრივეების ბრძოლას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ხდება ესეთი განცალკევება, გაუცხოება რაღაც თანდათანობით საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური ძალების ამ რაღაცა ურთაბრძოლისაგან, რასაც ჩვენ უყვართ. არა და ძალიან ბევრი ამოცანა დგას ჩვენ ქვეყნის წინაშე და დრო არის, რომ გადავიდეთ ძალიან საგნობრივ, ძალიან სერიოზულ პოლემიკაზე, ოპონირებაზე, კამათზე, თანამშრომლობაზე თუ გნებავთ, რა ფორმასაც მიიღებს ეს ყველაფერი, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრა ძალიან აქტუალურია, ძალიან სერიოზულია და სასწრაფოც კი. ეს არის კონსტიტუციის საკითხები, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს არის შიგნით აი სოციალური, ეკონომიკური მიმართულებები, ჩვენ ხედავთ ნაბიჯები იდგება, ზოგი მისასალმებელია, ზოგი ასე თუ ისე ხო ვერ ვიტყვი რომელიმე კატეგორიულად უარსაყოფელი იყოს, მაგრამ არის ძალიან ბევრი საკამათო თემა. იმის შიში და მოლოდინი რომ აი ნაციონალური მოძრაობას ან რომელიმე რაღაც წისქვილზე არ დავასხათ წყალი, ან როდის დამთავრდება მათი ერთმანეთში პოლემიკა, უკვე აღარ არის ამის ვითარება, დრო არ ითმენს ამას. და ესეთი აზრი არსებობს. ეხლა თუ მე არ ვიცი ნაციონალური მოძრაობა რა სახეს მიცემს ამას, ნამდვილად ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური ძალების გააქტიურების და მათი კონსოლიდირების დრო დგება და მე პირადად ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია და სხვა პარტნიორების არიან კიდევ ადამიანები, უბრალოდ აი პერსონები, ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას და ეს ალბათ იმ კვირას ან მომდევნო კვირას უკვე გაცხადდება. რა გულ გითხრათ, არ ვიცი ახლა რა გითხრათ, აი მიმართულების თვალსაზრისით, არ იქნება არავისთვის მოულოდნელი და უცხო თქვა ჩვენ და სახალხო პარტია ხო, ისიც ეროვნული წიაღები აქვს, მამუკა გიორგაძეს თქვათ, თავისუფლება ხო, თვითონ თავისუფლება აი კონსტანტინე გამსახურდიას ის ახლა მე დიპლომატიურ სამსახურში იყო, თავისთავად თავისუფალი საქართველოს კახაკუკავას თან ხო ეს არ ვიცი, მან ასე ქალბატონების მიმართ გამოიჩინა ესეთი რაღაც, მე ვფიქრობ თავაზიანი ჟესტი, თუმცა ცოტა უხერხულიც იყო და ასეც მიიღეს, ხო, ქალბატონმა ნინომ ყოველ შემთხვევაში თვითონ არ გულისხმობდა ალბათ ამას, მაგრამ ისე გაიგო საზოგადოებამ თითქოს აი დანიშნული ოპოზიცია იქნებოდა და
ყველა შემთხვევაში უხერხული მომენტი იყო. მე ვფიქრობ, ეს თვითონ მოხდება, პოლიტიკა ვაკუუმს ვერ იტანს. ამის ვაკუუმი იგრძნობა, ხო? და ეს შეივსება აუცილებლად. ეს არ იმართება ხოლმე რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ, გნებავთ ოპოზიციაში იქნება იზოლა თუ ხელისუფლებაში, ეს არ გამოდის. თვითონ თუ და გადარჩნენ თუ არ გადარჩნენ ნაციონალები, მათზეა დამოკიდებული რა. გადარჩებიან, არ გადარჩებიან, როგორ გადარჩებიან. ხო, თვითონ ოცნება ეს კოალიცია რა სახეს მიიღებს. ასეთი ტიპის კოალიციაა და ხელისუფლებაში მით უმეტეს მე არ მინახავს. ხო, ცოტა თავისებური ის არის, ნაკლებად აქტიურია შიდა პარტიები. ეს ცუდი არ არის, როცა ისინი ამ ეტაპზე არიან და კონსოლიდირებულები უნდა იყოს. იმიტომ რომ მრავალგვაროვანია თვითონ თავისთავად. აქეთ ეს მესამე ძალას ამბობენ, რატომ მესამე, სხვა, ხო, განსხვავებული ძალა უნდა იყოს ესა, თორე თუ იგივეზეა ლაპარაკი, ან ერთში უნდა იყოს და ან მეორეში, ან ერთთან, ან მეორესთან. ამავე დროს ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას. რაღაცა კონსენსუსის მიღწევის მცდელობას მე ვფიქრობ, აი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რაღაც ეროვნული კონსენსუსი. კონსტიტუცია ხო, როგორია ეს ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა, ტერიტორიულ ადმინისტრაციული როგორ კონსენსუსი აუცილებელი, ეს არ არის თემა, რომ დარჩეს მუდმივი პოლემიკის საგნად. არის ეს საკითხები, ხო? მე მგონია, რომ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ასე თუ ის ეს ყველაფერი გახსნილია და შეიძლება ამაზე საუბარი და მე ვერ გავიმეორებ სუფაშვილის დათქვას, რომელმაც ხარიშხალი გამოიწვია. ქართული პოლიტიკის ამოცანა კი არა, გადარჩენა კი არ არის ნაციონალებს. ის რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, რაც 19 აპრილმა დაადასტურა, ხო? თავისუფლად გამოხატონ აზრი, ამას ხელი შეშლა არ აქვს. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. ეს არის ევროპული მიდგომა და დამოკიდებულება. ის რომ არ არის ანგარიშწორებები და ხელისუფლება ნამდვილად აკავებს ასეთ განწყობებს, მე მესმის ხალხის გულისწყრომას, სამართლიანი ზოგან შეიძლება უსამართლო სუბიექტური იყოს, ესეც მისასალმებელია და მე აი თქვენ იცით, ამდენი ხანი ამ საქმეში ვარ და ვთქვი, რომ აი უნიკალური შესაძლებლობაა, რომ თუ ვინმე რამე დააშავა, სასამართლოთი გაირკვეს, დააშავა თუ არ დააშავა, ყველა ეშინიათ ნაციონალებსაც. ერთი არის რომ თქვათ ანგარიში გაუსწორო, განუკითხავად უყოლას. მეორე არის რომ აპატიო და შეიწყალო, ანუ ესე იგი დაუშავებია. ხო, ყველაფერს ჯობია გაირკვეს. გამოძიება, გარკვევა, ჩვენ ხედავთ რომ ასე ადვილად არ ხდება, რომ ადამიანებს ბრალდებოდათ რაღაც საშინელებები, რომ მიდგა საქმეზე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასე არაჩანს, ხო? ეს არის ევროპა, თუ გვინდა ევროპა და ევროპასკენ უნდა ვეხვეწებოდეთ ჩვენ რომ აი გინდა თუ რა მიგვიღე როგორმე ევროპაში. ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ აი აბსოლუტურად ევროპული დამოკიდებულებების ხალხი და ევროპაზე კიდე სულ მახსენდება არ შემეძლია რა თქვა ჩერჩილთან დაკავშირებით რა. ჩერჩილს რამდენიც მომხრე ყავდა უფრო გარდაცვალების მერე და დღეს იმდენი თუ მეტი არა მოძულე ყავდა და მე ასაკში იყო შესული და კიდევ ბოლოს რო დაბრუნდა პოლიტიკაში, ბოლოს ცოტა ხანს იყო პრემიერი კიდევ ერთმა მოძულემ მკითხა რომ კი მაგრამ აღარ დადგა დრო იფიქრეო უფალთან წარდგეო ამაზე ხომ უნდა იფიქრო წარდგომა არა და მზად თუ ხარო ამისთვის უნდა ჩერჩილმა უთხრა იცი რა მე დიდი ხანია მზად ვარ უფალთან წარსადგომად უბრალოდ დარწმუნებული არა ვარ რომ ეს მას სიამოვნებას მიანიჭებს ასეა ჩვენ და ევროპის საქმეც ხო მაგრამ ჩვენ ჯერ მზადაც არა ვართ მართლა უნდა ჩამოვყალიბდეთ და მე ვფიქრობ აი ამის საძირკვლები იყრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ხვალინდელი არჩევნები მაგალითად ძალიან აი როგორ ჩატარდებთ თავისუფლად მე ვთვლი რომ აი კახა კუკავა მაგალითად მისი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და შანსიც ამისი არის. კუკავას უჭერთ. ეხლა მე არა ვარ ნაძალადეველი, ძალიან მიყვარს ეგუბანი. პოლიტიკურ ხარდაჭერას გულისხმობ. დიახ, მე ვთვლი რომ კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ჩემს ურთიერთობას, ჩემს დამოკიდებულებებს, რომ ვადამდელს არა, აი ხვალინდელზე ვამბობ. ეს სხვა საკითხი არის, ეს არ არის აუცილებელი ყველა. მე ვთვლი აი ხვალ არჩევნებია ოცნებას იცით როგორი მდგომარეობაც აქვს იქ ხომ საკონსტიტუციამდე აკლია რამდენიმე ადამიანი ნაციონალები როგორც არიან წარმოდგენილი თუ გახალისდება პარლამენტი კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლით თან ეს ახლა მარტო ესეც ხო არ არის უბრალოდ იმ ძალის წარმომადგენელი იყოს ეს კვალიფიცირებაცია შეუპოვარი თავის პრინციპების მქონე აი რაღაც ახალ ჭავლს შეიტანს ამას მნიშვნელობა აქვს სერიოზული დარწმუნებული ვარ თავისი ამომრჩევლების ინტერესებსაც დაიცავს თავის პრინციპები აქვს არასოდეს არ შეპოვებია საფრთხესაც კი უშუალოს ხო იგივე თქვა 26 მაისს ის შეუერთა მომიტინგეებს და რაც მთავარია ეს იქნება დასტური როცა კაცი იმისა რომ მართლა
სერიოზული ცვლილება მომხდარა ქვეყანაში, იმიტომ რომ როცა კაც არ აყავს კომისიაში წარმომადგენლები. საერთოდ არ აყავს მას, ხო, ყავთ ნაციონალებს და კოალიციაში შემავალ სუბიექტებს. როცა მას თქვა სახსრებიც მოგესალმება შეზღუდული აქვს ყველასთან შედარებით, ალბათ ამ ხრივ შეიძლება მურვანიძეც ამ მდგომარეობაში იყოს და ისინი სამწუხაროდ ერთ ფლანგს განასახიერებენ და მე პატივს სოსო მურვანიძესაც მანჯავიძეს ბოდიში მისი პრინციპული და გონივრული პოზიციის გამო, ხო? მე თუ კარგი კანდიდატები არიან, წარდგენილები. ეს იქნება ქალბატონი თამარი კორძაია თუ იქნება თუნდაც ნაციონალებისაგან, ხო? დავითაია კარგი, მაგრამ კუკავას გამარჯვება იქნებოდა დასტური რეალური, დემოკრატიული ვითარების შექმნის ქვეყანაში, როცა შიშები იმის თაობაზე, როგორც ევროპაშია, რომ იქ არ არის კომისიების წარმომადგენლები, ატარებს ზოგან შიგან-ნაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგან იუსტიცია, ზოგან რაღაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და ჩვენს ერთხელ მივალთ იქამდე აი ამ საპარლამენტო არჩევნების შეცვლის გზით, ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით, აი გახდება სწორედ ესე იგი მართლაც სტარტი იმისა, რომ ჩავდგებით ევროპული ცხოვრების რეჟიმში. აი ამის შანსები არის, მე ეს იგრძნობა ბევრ რამეში და ხვალინელ არჩევნებს ამ თვალსაზრისით აქვს. ამ თვალსაზრისითაც აქვს მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ მე ვთვლი, რომ კუკავა როგორც აი პერსონალურად დეპუტატი, მაჟორიტარი, იქნება ძალიან კარგი. ნაძალადებისთვის, რომელიც არის მართლა შესანიშნავი ესეთი თბილისური ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამას სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე უბანი, აი ჩამოყალიბებული სწორედ აი ახალი თბილისი 19-20-ის როცა და თავისი დამოკიდებულებები აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ძალიან ბევრი თვალსაზრისით. გარდა მისი პიროვნული თვისებებისა, გარდა პოლიტიკური მომენტებისა, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, მესამე და მთავარი იქნებოდა დასტური და გამოხატულება იმისა, რომ მართლაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ასე ანგარჟირებული, უზრუნველყოფილი, თქვა ფინანსურად თუ პოლიტიკური ორგანიზაციით თუ საარჩევნო კომისიებით, შეიძლება გაიმარჯვოს თუ ის ამას დაიმსახურებს თავისი ამორჩევლებისა. ბატონი, რო დავაკონკრეტოთ, ან თუ სწორედ თქვენ აპირებთ გარკვეული გაერთიანებული ალიანსის შექმნას კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან და როგორი იქნება თქვენი სამომავლო გეგმები, ანუ თქვენ გამსახურდიას პარტია არა, მე ჯერ არა, შენ კონსულტაციები ვისთანაც მიმდინარეობს და არის პიროვნებები, რომლებთანაც გვაქვს ასევე კონსულტაციები. აქ არის ხალხი, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საქმიანობის გამოცდილება, თქვა, ან თავის საზოგადოებრივი საქმიანობით არიან ცნობილები, ან თავისი რაღაც შეხედულებებით, ან შეიძლება ასე ფართო საზოგადოებისათვის ასე საყოველთაო ცნობილები არ იყვნენ, მაგრამ წლების მანძილზე თავისი პოზიცია ქონათ, ახალგაზრდებიც არიან. არა, ჩვენ ვაპირებთ ყველასთან, ვინც გაიზიარებს რაღაცა პრინციპებს, ხო? ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს, იმიტომ რომ აი მარტივ რამეს ვიტყვი. ევროკავშირი ითხოვს, თქვა, აი ქარტიას, ხო, რეგიონალური ენების. კი ბატონო, თქვა, ამაზე ილაპარაკებდა კაცი, მაგრამ თვითონ ევროპაში არის ძალიან სერიოზული სახელმწიფოები, სადაც ეს არ მუშაობს, არ მოქმედებს, არამედ თუ წევრები, არამედ ისინი, რომლებსაც ეს ემყარება საერთოდ, ევროკავშირი არის საფრანგეთი, თქვა. და ჩვენ არ გვესმის, რა ცეცხლი გვიკიდია ჩვენ, რომ გინდათ თუ არა, ეხლავე უნდა მივიღოთ ეს ამბავი. იცით რა, როდის უნდა მივიღოთ? აი ევროპა რო გვეტყვის, რომ აი ხვალ გიღებ. ხო და ჩვენ ვიტყვით, კაი, ჩვენ მაშინ წინა დღეს მივიღებთ რა. აი ეს ძალიან ვამარტივებ გესმით, ხო, ახლა ეს ამას. აი რატო თუ პატა ზაქარიაშვილი გულწრფელი კაცია, ნამდვილად დემოკრატიული შეხედულებების ადამიანია, მაგრამ დემოკრატია არის საშუალება პოლიტიკური ცხოვრების, როგორც იგივე ჩერჩილი ამბობდა, ყველაზე უარესი ფორმაო, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის მოუფიქრებიაო. აი ესეთი ეს არ არის რაღაცა აი ბერკეტი და იარაღი, რომელთაც აი აუცილებლად ან ხელსაწყო, რომელთაც უნდა ეს არის საშუალება და ქვეყანას და ერს აქვს თავისი ინტერესები და ამოცანები. ამას ყველა ითვალისწინებს და ევროპა სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ეს ერი სახელმწიფოების გაერთიანება. აი ეროვნული სახელმწიფოების გაერთიანება დანიას 2 რეფერენდუმი დაჭირდა დანია წარმოედგინეთ. ხო, უფრო ევროპულ ქვეყანას, ძნელად წარმოიდგენ, რომ შესულიყო პირველში დამარცხდა ევროკავშირში გაწევრიანების იდეა, ხალხმა არ მისცა ხმა, იმიტომ რომ შიშობდნენ, რომ შეილახებოდა მათი ეროვნული ინტერესები. დანიის გესმით, მას არ ტერიტორიული პრობლემები აქვს არანაირი, არც ეთნიკური, არც ეკონომიკური, მატერიალური კორუფცია საერთოდ არ იციან რა არის. და არის შვებედნიერი ქვეყანა, აი ანდერსენის ზღაპრები რო იყო, თვითონ მართლა იმ ზღაპარში ცხოვრობენ ახლა. ერთი ზურმუხტოვანი ქვეყანა, ჭრელი ძროხები დადიან და ამათ შეეშინდათ
რომ ევროკავშირში გაწევრიანება შელახავდა მათ ინტერესებს ეროვნულს. აი დამოკიდებულებებს ვამბობ, ხო? აი ფინეთი ევროკავშირშია, ნატოში არ არის, ხო? თხოვდნენ მას განსხვავებით ჩვენგან, არ შევიდა გაუწია თქვა რუსებს ანგარიში. თან იმ დროს უკვე როცა საბჭოეთი არ არის და რუსებს იმ მაგ დროს 90-იან წლებში იმის ძალა ვერ ეკნებოდათ, რომ აი ფინეთისთვის რაღაცნაირად ეს უარი დაეძალებინათ, არა? ზოგი არის პირიქით ნატოშია და ევროკავშირშია. შვეიცარია საერთოდ არ არის ევროპული ქვეყანა. არა, მე უარზე კერო, მე ვამბობ, რომ იცით, თუნდაც, იცი როგორ არის? აი, მე ვიმეორებ, ეროვნული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს ხალხმა, ხომ? როცა 20 წელიწადია ამაზე ლაპარაკია და ეს ძვირად დაგვიჯდა. ნატოს ვინმე მერთხელ აი ღიად და ყვახეთ თუ არა მკაფიოდ დაუსვა კითხვა, რომ ამის გამო ხდება რუსეთისაგან ეს ამბები, ხო? ამ ჩვენი სურვილის გამო. ჩვენ ხალხში ეს სურვილი არის ნამდვილად. ხო, უკრაინასავით არის, უკრაინაში მოგეხსენებოდათ 70% ევროკავშირის მომხრეა გაწევრიანების, ამდენივე ზუსტად ნატოს მოწინააღმდეგე. იანუკოვიჩი მოიქცა სწორად ასახა განწყობები ევროკავშირთან თანამშრომლობს ასოცირებულ წევრებას მიუხედავად ყველაფრისა ბევრ საყვედურობად მას უკრაინა მიიღებს ჩვენზე მალე როგორც ჩანს და ბუნებრივიც არის ესა ხომ მაგრამ ნატოზე უარი თქვა ხო ვიღაცა ვიმეორებ პირიქით აი ნორვეგია ჯერ ნატოში იყო და მერე ევროპაში ხო ამიტომ ერთხელ უნდა იკითხოს კაცმა რომ ეს გაუთავებელი ლაპარაკი რომელიც ჩვენ ძვირად გვიჯდება ძვირად დაგვიჯდა ძალიან არ დამალა რუსეთის ხელმძღვანელობამ რომ ომი ხო ისინი კაიტიფები არის სააკაშვილის გასამართლებლად საუკეთესო არგუმენტია ჩვენო ამ ომითო შევაკავეთ საქართველოს შესვლა ნატოში ჩვენ არ შევდიოდით იმ მომენტში მაგრამ იმათ აქვთ ეს ნატოზე თავი რაღაცა ბიოლოგიური ჩაყოლებული შიში ხო მაგრამ ნატომ ერთხელ კაფიოთ უნდა მოვისმინოთ ეს ამბავი ამას თავისი ვადა უნდა გქონდეს რა ან უნდა ვიცოდეთ და მე მგონია რომ საკმაოდ შორეული პერსპექტივაა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ევროკავშირზე ლაპარაკი ძალიან ადრეა ჯერ ძალიან ადრე არის ამაზე ლაპარაკი მაგრამ ეგ კიდე სხვა პერსპექტივაა და მის სასურველი ოღონდ პირობებით ყველა ასე შედიოდა პოლონეთი რომ შედიოდა გარკვეული პირობები წააყენა იყო 3-4 პუნქტი რომ ამასო ჩვენთან არ დაუშვებთო და დაეთანხმნენ ისინი ასე არ არის რასაც გეტყვენ ყველაფერზე დაეთანხმა აუცილებლად და იმას დაასწროს საერთოდ ვიდრე იქ დაიწყებოდეს და მოგთხოვდნენ არა მე ვფიქრობ ამის დრო არის რომ იყოს დაფიქსირებული პოზიცია უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ეს ხელს კი არ შეუშლის, პირიქით შეუწყობს ხელს იგივე აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ პრობლემა იქ სწორედ ეროვნული მათი თავისთავადობის, თვითყოფადობის შენარჩუნებისა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და პირადად მე იგივე აფხაზებთან კომპრომისის მოძებნის 91 წელს მოიძებნა კომპრომისი, რომელმაც მოგცა მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალება მათთან და განვითარების, მერე რაც მოხდა გადატრიალების შემდეგ მოგეხსენებათ 92-ში. ამიტომ ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, არა მაინდა-მაინც თქვათ გინდა თუ არა რაღაცა აი ეს როგორ არა აი ვინც ამას უყურებს ჯერეთი აი პრაგმატულად ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ვინც მზად არის რომ რაღაცა პლატფორმა შემოშავდეს ამ ძალებისთვის მისაღები და იქნებ საზოგადოებისთვისაც მისაღებია იქნება ან კოალიციისთვის, ოცნებისთვის და ნაციონალებისთვისაც მისაღებია აუცილებლად არის ეს გასაკეთებელი აუცილებლად და ვიცი რომ აუცილებლად შეკვეთით კი არა ეს თავისთავად მაინც ეს პროცესი მიდის და ის გამოხატულებას თავისას მიიღებს და ჩვენ ამაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. დიახ, ის მე გამიგზავნა ცოტა ისე. და გისვათ თავიდან კითხვა და კიდევ ერთხელ კითხვა შეიძლება თქვენ თუ შედგა ეს გაერთიანება ცნობილია რომ კახაკუკავა ითხოვს ვადამდელ არჩევნებს დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა სოსო მანჯავიძის მიმართაც ისიც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს აი ამ საკითხის მიმართ როგორია თქვენი პოზიცია მე მხარს უჭერ კახაკუკავას ამ არჩევნებში კონკრეტულად რომ იყო ნაძალადევის ამორჩეული მას მიცემდი ხოლმე უბრალოდ დავაფიქსირეთ ჩემი სიმპათია მანჯავიძის მიმართ მე ვთვლი რომ მას თავისი პრინციპული პოზიცია აქვს კარგი იქნებოდა მათი შეთანხმება რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს წელს რომ არ მოესწრება გვესმის ხო მე ვფიქრობ ზოგი ამბობს რომ საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაემთხეს საპრეზიდენტო არჩევნებს რო ახლა საპარლამენტო არჩევნები დავამთხიოთ უკვე უნდა იყოს რაღაც გადაწყვეტილება მიღებული ახლა მექანიზმიც როგორია ან პრეზიდენტი ითხოვს და რატო დაითხოვს არ ვიცი სააკაშვილმა თქვა ეგ აი საკონსტიტუციო ცვლილებებზე რო იყო ლაპარაკი რატო ვიზამამოს მეც ვთვლიდი რომ არ იზამდა მაგრამ ნუ რადგან ატყდა ის ამბავი კარგი მოიხსნა ეს რეიტინგულით ან რეიტინგულზე იყო ამბავი მოიხსნა ეს პრობლემა
და სწორსამობდა არ იზამდა რა შეაწყობდა ნაციონალებს ხო მე თუ რაღაცას იზამენ თორე და გადავა თქვათ მათ მიმართ უკმაყოფილება მე არ მგონია ქართულ ოცნებასაც აწყობს არ და მათია დამოკიდებული ან უნდა შექმნას ქართულმა ოცნებამ კრიზისი იმით რომ არ იაროს პარლამენტში და ესე დაბლოკოს პარლამენტის მუშაობა ან და სააკაშვილმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და რიგარეში ისიც უკვე გავიდა მგონი მაგის დრო მაგის უფლება აპრილში აგერ ამოეწურება მას როგორ უნდა მოხდეს ეს მე მგონია უბრალოდ რომ აი შემოდგომის მერე და განსაკუთრებით გაიცად გაზაფხულისთვის ეს გახდება ძალიან აქტუალური იმიტომ რომ ეს პარლამენტი აღარ იქნება ადეკვატურად ამსახველი საზოგადოებრივი განწყობების ეს მოხდება აი მაშინ გაჩნდება სერიოზულად ამის პრეცედენტი ცოტაა საერთოდ რომ აი საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხდება ხოლმე ადგილობრივი და საპარლამენტო იმდენად გავს რაღაცნაირად ერთმანეთს რომ ეს ძნელი იქნება მაგრამ არ გამოურიცხავ ამის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში ეს იქნება იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობები იქნება სხვა ხო აი სხვა ვითარება სხვა რეალობა აი ევროსაბჭოში გამოსვლა ივანიშვილის ხო იყო კამათი სხვანაირი იყო აი 7 იყო საქმიანი იყო საკმაოდ პროვოკაციული კითხვები იყო და ბევრი არ აყვა ამას ჩვენ სხვა რამესაც გვინახავს და ვნახავდით ხო და მოულოდნელი იყო ამ თვალსაზრისით მაგრამ მე ვთვლი რომ ეს დატვირთული იყო და საქმიანი იყო იქ საკამათო შეიძლება იყოს რაღაც ფორმაზე რაღაც სხვა რამეზე ხო მაგრამ თავისთავად აი სხვა ვითარება იქნება და ეს რეალობა განწყობები ხალხში ეს გადავა რომ აი გინდა თორა ნაციონალების ჯინაზე არჩევნებში სერიოზული გადამწყვეტი ფაქტორი იყო რომ ხალხში იყო რომ აი ნაციონალები უნდა დამთავრდეს მათი მმართველობა ეს კარგი მმართველობების მიმართაც კი ხდება შესანიშნავი მმართველობების ჩვენთან უბრალოდ მმართველობა ვერ გაიგეს რომ აუცილებლად თავდება აუცილებლად ერთხელ მმართველობა დიქტატურაც კი ხო ეს გადავა ეს განწყობები რომ გინდა თორა აი ნაციონალების ხო და წინა პლანზე წამოვა რა კეთდება როგორ კეთდება რამდენად სწრაფად კეთდება ვიმეორებ ყველა მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები ძირითადად სწორი აი როგორ ხორციელდება მომდევნო ნაბიჯები რა არის ვერ ხედავთ როგორ ხორციელდება რა ტემპით და რა შედეგებამდე მიგვიყვანს აი ეს არის სერიოზული საკამათო და სალაპარაკო ამიტომ მე ვფიქრობ შემოდგომიდან გახდება ეს აქტუალური გაზაფხულისთვის და ხა დაემთხვევა არ დაემთხვევა გაისათ ალბათ წლის ფარგლებში ეს გახდება აუცილებელი სრულიად საპარლამენტო არჩევნები რიგარეში 4 წელი ეს პარლამენტი ვერ იქნება სრულფასოვანი ამსახველი სიტუაციის და მე კრიზისის თავიდან ასაცილებლად გახდება საჭირო ბატონო არა ეს მე ვამბობ ვისთანაც ესეთი უფრო ისეთ ხშირი ურთიერთობა აქედან რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული ხო მხარდაჭერა ვინმესი თქვა საკუთარი კანდიდატის წამოყენება კი არის ახლოს მაგრამ სინამდვილეში შორს არის ეს აი საპრეზიდენტო იმიტომ რომ უფლებამოსილებიც უცნაურია მას ცოტა უფლებამოსილება აქვს შეზღუდული აქვს ხო მაგრამ ირჩევა მთელი ქვეყნის მიერ აი რაღაცა თქვენ იცით რომ მე ვარ მომხრე ამიტომ საპარლამენტო მონარქიის რა და იქნება გვეფიქრა ამას ის გამორიცხავს ამ ტიპის კრიზისებს იტალიაში ჯერ ხომ მთავრობა ვერ დააკომპლექტებს მე კიდე პრეზიდენტი ვერ აირჩიეს და დაუბრუნდნენ ნაპოლიტანოს ერთმა დიდხანს საცოცხლოს კარგი ადამიანია მაგრამ 97 წლის არის ხო შესანიშნავ ფორმაშია მე იმას კი არ ვარ 97-იცაც იყოს მაგრამ აი საპარლამენტო რესპუბლიკასაც აქვს პრობლემა არის ხოლმე პრობლემა საპარლამენტო მონარქია არის ერთადერთი ფორმა რომელიც ხსნის ამ პრობლემას სამუდამოდ აი შეუსაბამობა დაპირისპირება სახელმწიფოს მეთაურს მთავრობის მეთაურს შტოებს შორის მოხსნილია ეს პრობლემა ეს არის ის ინგლისმა არის ის ესპანეთმა არის ის შვედეთმა ნიდერლანდებმა ბელგიამ დანიამ ნორვეგიამ მათ ეს არ იციან იქ ეს არ ხდება იქ ეს ვერ მოხდება ბატონო ეს უკვე როგორ არის ეს მართლა მე ვთვლი რომ აი უწმინდესმა უნდა გადაწყვიტოს ეკლესიის მეთაურობით თვითონ საგვარეულომ ეხლა ეს ჩემი განხილვის თემა არ არის და ხვალზე გარ მოხდება თემა
თემა უნდა იყოს, ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა წინა დღეს ვიცით ხოლმე რა, ყველაფერზე ლაპარაკი ჩვენ და არ შეიძლება 10-15 წელს ადრე რომ ვიფიქროთ და ვიფიქროთ და დავეთანხმებით, არ დავეთანხმებით, ამას თავს ვერავის ვერ მოახვევ, ვერაფრით. იტალიაში ომის შემდეგ რეფერენდუმი შედგა, რაღაცა 100,000 თუ 200,000 ხმით წააგო მხოლოდ მონარქიის მომხრეობა და რესპუბლიკა შემოვიდა. და დღესაც არის სულ აქტუალური. ესპანეთში ფრანკომ დატოვა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დემოკრატიული მმართველობა დამყარდა, მართლა ერთ-ერთი სამაგალითო დემოკრატია ესპანეთის, სწორედ ისეთი კაცი გაზარდა დიქტატორმა, რომელიც ნამდვილად გარანტიაა დემოკრატიის ესპანეთის მეფე. მე შევხედრი ვარ მას და ბედნიერი კაცად ვთვლი, რომ ასეთი დიდი ადამიანთან ურთიერთობა მქონდა. აი, ყარი პრინციპების ადამიანია. ასე გაიზარდა. აი, ფრანკომ გაზარდა, იქ ასე მოხდა. მაგრამ ხსნის ეს ფორმა მმართველობის თლიანად ხსნის აი წინააღმდეგობებს ამ რაღაც დაპირისპირებას, რასაც ჩვენ და ისევ შეიძლება მოხდეს. ვინც გინდა იყოს პრეზიდენტი. აი ისევ შეიძლება მოხდეს და როდემდე აი მოუნდით მთელი 5 თვე ახალი ხელისუფლების მოსვლის მოუნდა გარკვევას გამოიყენებს სააკაშვილი ამ უფლებებს, არ გამოიყენებს. ახლა ის არის გასარკვევი რა უფლებებიც პრეზიდენტს ექნება ოქტომბრიდან, იმ უფლებებიც რა შეიძლება გააკეთოს მან. ოდესმე მე რა თქმა უნდა არ ველი ამას ახლა 5 და 10 წელიწადშიც კი ნამდვილად ვერავის ვერ ვეთქვი, მაგრამ ის რომ ეს 5 წელი მაინც აი ხო რო შეიძლება გადავალთ ამ რეჟიმზე, ამ ტიპის მმართველობის ფორმაზე, ჩვენ კიდევ ნახავთ აპრობაციას გაივლის ეს მმართველობაც, ჩვენ კიდევ ბევრ ამას ნახავთ, დადებიც, უარყოფით, იგივე საპარლამენტო რესპუბლიკა, ოღონდ ხსნის აი ამ პრობლემას. არჩევიული პრეზიდენტი პარლამენტო თუ ირჩევს, რა აზრი აქვს, თუ მთელი ხალხი ირჩევს, რატო უფლებები არ აქვს. აი ძალიან მოკლედ, ახლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ ძალიან ბევრი თემაა სალაპარაკო. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი. კეთილი, მოვჭით ხო? მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ.